შეყვარებულმა მიმატოვა არა და ძალიან მიყვარს. და არ ვიცი როგორ დავიბრუნო, რა გავაკეთო. ეს ვიდეო მხოლოდ მამაკაცებისთვის არის. თუ შენ ხშირად განიცდი ასეთ სიტუაციას, ან უკვე ძალიან დიდი ხანია ცდილობ შენი ყოფილის დაბრუნებას, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გაიაზრო ერთხელ და სამუდამოდ, იმისთვის რომ მეტჯერ აღარავინ მიგატოვოს და პირიქით ეშინოდეთ შენი დაკარგვის როგორც მამაკაცის, უნდა კითხო საკუთარ თავს და რას უკეთებდი ამ შეყვარებულს. იყავი თუ არა ისეთი მამაკაცი, ვინც მას აჭმევდა, ვინც მისცემდა თავშესაფარს, იზრუნე თუ არა იმაზე, რომ არ ემუშავა თავის საზიზღარ უფროსზე, რომელიც ნერვებს უშლის დილიდან საღამომდე. თუ აიღე მისი პასუხისგებლობა საკუთარ თავზე, კითხე საკუთარ თავს. იცავდი თუ არა მას, როგორც საჭიროა. ზრუნავდი თუ არა მასზე ისე, როგორც საჭიროა. თუ მთელი თავისუფალი დრო, რაც გქონდა მის გარეშე, ატარებდი იდიოტ ძმაკაცებთან, რომ დაგელია ლუდი, გეთამაშა დებილობა თამაშები, გესკროლა ფიდი. წარმოიდგინე ეს თავისუფალი დრო, რომ გამოგეყენებინა იმისთვის, რომ აგეშენა პერსონალური ბრენდი სოციალურ ქსელებში. წაგეკითხა სწორი ადამიანების ლიტერატურა, გესმინა სწორი პოდკასტებისთვის, რომ შეგეცვალა აზროვნება, რომ გაზრდილიყო შენი შემოსავალი 10-ჯერ, 100-ჯერ და უფრო მეტჯერ. თუ ურთიერთობაში შენი ფოკუსია მუდმივად იმ გოგოზე, ვისაც ხვდები, ამით რისკავ დაკარგო როგორც შენი გოგო და ასევე ბიზნესი, კარიერა და ძალიან კარგი მომავალი. ამიტომაც ჯერ მიხედე საკუთარ თავს, განავითარე შენი კომუნიკაციის უნარები, პერსონალური ბრენდი სოციალურ ქსელებში, ისწავლე კონტენტის შექმნა, გაზარდა შემოსავალი 10-ჯერ, 20-ჯერ, ვინ გიშლის ხელს საკუთარი თავის გარდა და მერე დამიჯერე მეგობარო. არავის არ მოუნდება ეგეთი მამაკაცის დაკარგვა. გამოიწერე ჩვენი გვერდი, აქ მეტი ხისტი სიმართლეა.